გადაცემას ჩვენი გადაცემის საფუძვლად შევერთებით იმ სამწუხარო ფაქტს, რომელსაც მე ასეთი იმის შვილის გარდაცვალება მოყვა. უზიარეთ მათ ოჯახს ამ მტკივნელ ფაქტს. რაც შეეხება საზოგადოებას, მე მართლა სულ 2 სიტყვით. ძალიან კარგია, რომ ასეთი შედეგი მოყვა, გამოხმაურება, მაგრამ საქართველოში არის უამრავი ადამიანი, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც უსახსრობის გამო, შიმშილის, სიცივის გამო იბრძოლა. ძალიან კარგი იქნებოდა მათაც რო ასე უწუხდეთ და არა სიტყვით, არამედ საქმით ვეხმარებოდეთ მათ. მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, ჩვენი თარჯიმანი საფური იაკობაშვილი, დღეს უჩვეულო გადაცემა გამოდის და ჩვენს სტუმრები კიდევ გავახლავართ კოკა მუმლაძე და ფლორა ბეჟანიშვილი. კოკა მუმლაძე გახლავთ პროექტ ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მეწყვილესთან ერთად სიმღერით გამოვიდა და ჟესტური ენით შემოსულა სიმღერა. ხოლო ფლორა, ქალბატონი ფლორა ბეჟანიშვილი გახლავთ საქართველოს ხუთა კავშირის კულტურის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ასევე როგორც გავიგე, ჟესტური ენის პედაგოგი. მოგესალმებით ყველას. ჩემი თანაწამყვანი ესმა კი ისევ სკაიპის საშუალებით შემოგვერდება გვალვის ხვერციდან. ესმა აქ ხარ? ესმა გესმის ჩვენი? მე ახლა მოგესალმებით, მეც შემოგიერთებით თქვენ. ეს მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მადლობა მათ მოგზაურობისთვის დღეს და გადაცემის მონაწილეობისთვის. მაყურებელს ჩვენს ტელეფონის ნომერს შეგახსენებთ 23805, ასევე სკაიპის მისამართი ობიექტივი 2 ლათინური ასოები. თხოვთ თუ გვაინტერესებთ ის კონტაქტებად ჩვენს სტუმრებთან ასევე ჩვენთან, თხოვთ გახდეთ ჩვენი გადაცემის თანამონაწილე და დაგვიერთოთ, დაგვიკავშირდეთ. ასევე შეიძლება კომენტარად ჩვენ Facebook გვერდზე ახალგაზრდების ასოებით. პირველი კითხვით მე კოკასთან მინდა უცილებლად გადავიდე. ძალიან საინტერესო არის თქვენი განათლების საკითხი, სპეციალურების. ესმა ძალიან დიდი ბოდიში, სულ 2 სიტყვით, მოდი ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ კოკას თავი და გავუშვათ ვიდეო კოკასთან იმის სახელწოდებით. თუ შეიძლება გავუშვით ვიდეო.
ეს მართლა? დიახ, ისე რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ძალიან შთამბეჭდავი იყო თავის დროზე ეს ნიჭიერის ვიდეო. როგორ ხდება, როგორ ვეცადინეობთ ამისთვის? როგორ უთანხმობთ სიმღერას ეს მოძრაობებს, როგორ ხდება ამ ვარჯიშს დამეცადინება? ეს ვიბრაციას შეგრძნება სხეულით ხსნობა თუ როგორ გრძნობა ამ როდესაც სიმღერას რეპეტიციაზე სიმღერებზე თავთვინდა ხმა მაღლა, ჩვენი ვიბრაცია ერთად შეგრძნო და შემდეგ უკვე როდესაც ტექსტი წინასწარმეტყველებს მე უკვე ადვინდება ეს შესაძლებელი და ალბათ ასეთაც ეკუსმასაც ხო? მე ვფიქრობ, ცეკვა ცოტა სხვადასხვანაირად არის გამოდამცვლა. ასრულებს. ცეკვაში ძირითადად არის თვლა, მასწავლებელი მუდმივად მათ წინ მოძრაობებიც მათ წინასწარ იციან, მაგრამ ეს ვთქვათ მელოდიაში ჩასმა, რასაც ქვია, ამას უკვე ვიბრაციით აქ ვეღარ გავაკეთებ. აქ თვლებით ვაჯენთ იმ ილეთებს, რაც უკვე წინასწარ გვაქვს დაზეპირებული და აქ უკვე თვალის მეხსიერება უფრო ჭარბობს. ცეკვის ვიდეოში შევიხილავთ და კოკასთან გადავალ შეკითხვით. როგორი შედეგები მოყვა ნიჭიერში გასვლას, მე მისი ცხოვრება როგორ წარმართა და რა მდგომარეობა შედგეს და მე როგორც ვიცი დაოჯახებულიც გახვალ, ხო? ვარცდები. არა, თუ შეყვარებულია. მისი ცხოვრების შესახებ მოუყვას შეიძლება. ჩემი ფამილიის ცხოვრება ცოტა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ახლო ადრე იყო. ადამიანების მხრიდან უფრო მეტი პატრიოტიზმი წარმოვიდა, ადრე ცოტა რთული იყო, მაგრამ ეხლა ვგრძნობ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა და ურთიერთობების მხრიდან. დღევანდელი ახალგაზრდა კავშირში რამდენად არიან დასაქმებულები, რა სფეროში ტკავრებიან უფრო მიგრძნobათ შემიძლია? აი მაგალითად თავისუფალ დროს ჩვენ ყოველდღე ზოგი რეპეტიციებზე არიან ცეკვაზე რეპეტიციობენ, ზოგი მუშაობს, ზოგი მაგალითად კულინარიით არის დაკავებული და ატარებს თავისუფალ დროს, ზოგი კოლეჯშია და ყველას თავისი საქმე აქვს ეს ეჭვს. ამასთან დაკავშირებით უნდა ვკითხოთ აუცილებლად ხოლმე. ანუ არსებობს რა თქმა უნდა სპეციალიზებული სკოლა, სფერის აღდგენა დაგვედებულ პირთათვის, მაგრამ ასევე ხდება ინკლუზიური განათლებაც სფერის აღდგენების. თქვენ როგორ დაამთავრეთ სკოლა? სპეცსკოლა იყოს თუ ჩვეულებრივი საჯარო სკოლა? და ამ შაბისილებზე თქვენს ადრესებს რო უახსენეთ. მე მაგალითად დავამთავრე ჩვეულებრივი საჯარო სკოლა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩემთვის ის უფრო თარი იყო რთული. როგორ ფიქრობთ, საჯარო სკოლა, ჩვეულებრივი საჯარო სკოლაში შეგვიძლია სწავლა თუ უფრო სპეციალიზებულ სკოლაში უფრო მეტ განათლებას მიიღებდით? მე ვფიქრობ, რომ სპეციალიზებულ სკოლაში უფრო კარგია, იმიტომ რომ განათლების მხრივ უფრო წარმატებულად იქნება იქ სწავლება, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. რა მდგომარეობაა დღეს სპეციალიზებულ სკოლაში? კალათბურთი სავარაუდოდ იქ ასწავლის, ხო? სწავლების პროცესიც უფრო შეიძლება თქვა.
სპეციალიზებულ სკოლაში პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის რომ ჩვენი ჟესტური ენა იყოს უფრო განვითარებული, ყველა მიცოდეს ჟესტური ენა კარგად და ჩვენთვის აი ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითად სპეციალიზებულ სკოლაში. ერთი თემა უნდა რომ დაავადოს მაგალითად თარჯიმებთან დაკავშირებით ადრე ეს რაც არისო. ეხლა როდესაც ვუყურებ უკვე ძალიან სუბტიტრები დაემატა თარჯიმები რომლებიც კუთხეში იქ არის გამოსახული ესე განათლება და ეს ინფორმაციის დონე უფრო მატულობს რაც ძალიან მოსწონს. აი სკოლაში თქვენი ყოფნის დროს თქვენ თვითონ რაღაცა გაგიჭირდა მასწავლებლები იქ ჟესტური ენაზე საუბრობენ, მათთვის უფრო გასაგებია ეს არის, ამიტომ ვამბობ რომ სპეციალიზებულ სკოლაში უფრო კარგია. ყველა საგანჩვეულებრივ ისწავლება ხარც? ყველა საგანჩვეულებრივ როგორც საჯარო სკოლაში, მაგალითად მნიშვნელობა ისტორია, ფიზიკა, თუ მათემატიკა, იხსნება ეს მხოლოდ მათ გასაგებ ენაზე და აი ეს არის უბრალოდ განსხვავება, მეტი არ არის. საჯარო სკოლაში მასწავლებდნენ ჟესტურ ენას და ასევე ახსენეთ რომ გამიჭირდა საჯარო სკოლაში თავდაპირველად რა პრობლემების ხანა. თარჯიმანთან ერთად დავამთავრე სკოლა, ასე რომ მასწავლებელმა მათ თვითონ იცოდა რამოდენიმე ჟესტი, მაგრამ თარჯიმანი რომ მყავდა გვერდით უკვე აღარ იყო ჩემთვის ესე ვთქვათ, მერე უკვე გაუგებარი და რაღაცა მერე უკვე ძალიან ადვილად ვიგებდი ყველაფერს ხანდახან თარჯიმის გარეშე, ხანდახან თარჯიმანთან ერთად და აი ესე. ქალბატონ ფლორესთან გადმოსულს შევიტყოთ. ყველა სკოლა ჩვეულებრივი სკოლები არის თარჯიმებით მოყავთ თვითონ თარჯიმები თუ რა ნახე როგორ ასწავლები? ყველა სკოლაში ხდება ეს სწავლება თუ არა? საჯარო სკოლაში არის მაგალითად თარჯიმანი, მაგრამ შეუძლია მაგალითად რომ მიიყვანოს ჩვეულებრივ სმენიან ბავშვებმა თავის მენდაკვეთებული შვილი თუ ეს სურვილი აქვს რა თქმა უნდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში არის და თან მიაყოლოს მას თარჯიმანი თუ მაინც და მაინც ესეთ სკოლაში უნდა ქალბატონ ფლორესთან გადავთ ესეთ შეკითხვას მის შვილთან დაკავშირებით და თუ შეიძლება რამდენიმე ფოტოს გამშვით თან პირდაპირ ეთერში. ანუ როგორ ხდება თავიდანვე როგორ ახერხებდა მის აზრდას რა პრობლემებს აწყდებოდა ეს აზრის პროცესში? ჩვენი ოჯახი ვართ მენდაკვეთებული მთლიანად ყველა წელი. ჩემი ბიჭი როდესაც დაიბადა თავიდან ცოტა გაუჭირდა. ესე გაიზარდა 6 წლამდე ჩვეულებრივ სკოლაში მივიყვანეთ სკოლაში. პირველი პრობლემა რაც შეგვიქმნა შემდეგ ურთიერთობაში ეს იყო ქუჩა, ურთიერთობის ბარიერის გადალახვა, როდესაც უყურებდნენ და ცოტა ესეთი ტერმინები წამოვიდა მე ცოდვა, ზოგჯერ ინვალიდი სიტყვაც იყო ბევრჯერ გამოყენებული და ასე რომ რასაც აკეთებდა ჩემი შვილი მეგობრებში ეს იყო უბრალოდ ფეხბურთი, რითაც ესე ვთქვათ საერთო ენას პოულობდა მათთან. პირველი ვინც მიიღო ჩემი შვილი ეს იყვნენ ყრუები და ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს ესე ვთქვათ ურთიერთობაში ცოტა კი უჭირდა ანუ სმენიანებს გულისხმობს ისე ცოტა უჭირდა მას ურთიერთობა, მაგრამ მე უკვე რა მიეჩვენე ისინიც და ცეკვში მივიყვანეთ და ჩემთან ერთად ესე მიდის და წარმატებას აღწევს. ეხლა უკვე ფეხბურთის ნაკრებში პირველია ჩემი შვილი, შემიძლია ეს თამამად ვთქვა ყველაზე კარგად ფეხბურთი და ცეკვაში ძალიან დიდი წარმატებები აქვს, გასტროლები და ასე შემდეგ. აი თვითონ ყურებთანაც ძალიან უკვე ესეთი თავისუფალი ურთიერთობა ბარიერს ნამდვილად აღარ ვაწყდებით და ყურებთანაც კიდევ მით უმეტეს უკვე და ნიჭიერის შემდეგ მე ძალიან მოხარული ვარ რომ ნიჭიერის შემდეგ მოხდა ესეთი რაღაც რომ დიდი ბარიერი გატყდა ესე ვთქვათ ჩვენსა და სმენიან
ხალხს შორის რაღაც დაიმსხვრა თითქოს ურთიერთობა უფრო გაადვილდა. ნუ გავიმეორებ კიდევ იმას, რომ ადრე ცოტა მძიმე იყო და ეს იყო ურთიერთობის ბარიერი. აი თქვენ ასწავლა რომ თვითონ წინადაქვეითებაშვილიც წინადაქვეითებოდა ან როგორ ხდება მშობლის აღზრდა ამ მდგომარეობაში აი ეს უგულისხმობა რა პრობლემებს აწყდება თუნდაც ურთიერთობა როგორ ხდება ერთმანეთს როგორ აგებინებთ თუ სხვადასხვა სხვა ოთახებში ხართ აი ეს ცემს პასუხს აი მაგალითად როდესაც ჩვეულებრივი სმენიანი მაგალითად გააჩენს თავის შვილს და მან იცის რომ ეს არის მოლაპარაკე არის კიდევ მეორე ვარიანტი როდესაც სმენიანი გააჩენს მაგალითად და შვილი არის წინადაქვეითებული ხო ცოტა უჭირთ ხოლმე მაგალითად მათ შვილებთან ურთიერთობა მაგრამ მე როდესაც წინადაქვეითებულია და ჩემი შვილიც იგივე პრობლემით იბადება ჩემთვის არ ყოფილა მაგალითად არანაირი პრობლემა მასთან აი ტირილის დროს დავუშვებ ძალიან ისე ლაპარაკობს მაგრამ ეს ტირილის დროს როცა არ ესმის მას მისი ხმა ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად ხშირად აკითხავენ ამ დროს თუ რა ხდება მოგონა პირველი ვიტყვი იმას რომ ბავშვი არის ოდესმე მარტო არ დამიტოვებია არც საკვების გაკეთების დროს არც თუნდაც დალაგების დროს არასოდეს ბავშვი ყოველთვის თან და ასე რომ ეგეთი პრობლემებს არ წავწვდო მივარ ესე აი მაგალითად სმენიანებს უფრო შეუძლიათ ბავშვი მიეტოვა როგორც ახლა გამოვიდა და რაღაც საქმე დაკავდნენ ვიდრე აი მაგალითად მე არ შემიძლია ეს რაღაც როგორ ურთიერთობს როგორ ენახებს ერთმანეთს როდესაც მაგალითად სხვადასხვა ოთახებში ხართ რადგან მასაუბრებთ აიბრებოდ მივდივარ ოთახში მშვენივრად მხარზე შევერებ იმას და მეტყვი რომ როცა გამოვიდეს თუნდაც საჭმელი ჭამოთ და აი ფოტოშოპის ნახევარ თქვენს გულზე სპექტაკლი იყო მინი სპექტაკლი მინიცის დროს რა უნდა მოგმოქმედოთ ესეთი შემთხვევების დროს რა სწავლება მინდის როგორ უნდა მოიქცნენ თუ როგორი თვალისწინებენ ამ თქო აი კიდევ მაგალითად სასწრაფოს შემთხვევა მახსოვს ეხლა დაყენდა ამის რომ სკაიპის საშუალებით შეიძლება დაარეკო როცა გაწუხებს რაიმე უბრალოდ სუპერ ხარ სკაიპის საშუალებით ურეკავ ეს ძალიან ახალი შემოღებულია ხო ფაქტობრივად და მანამდე ალბათ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ ადრე მაგალითად აი მაგ თემასთან დაკავშირებით უნდა პასუხი გაცეს, როდესაც ბავშვი ცუდად მყავდა სიცხე უწევდა ხან საწარმოს გამოძახება მჭირდებოდა ხან მაგალითად პატრის ყოველთვის მეზობელთან გავიგოდი რომ სმენიან მეზობელთან რა თქმა უნდა ვუკაკუნებდი და როგორღაც ვაგებინებდი რომ მჭირდებოდა დახმარება და ტელეფონზე ვარეკინებდი ეხლა რომ ვუყურებ მდგომარეობას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში საქართველოს სპორტთა კავშირს რომ ყოველთვის ჩვენ თურიდით გაზდა ესე თქვა ჩვენს პრობლემებს იზიარებს ჩვენთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვთქვა იმიტომ რომ მას 12-ში უკვე არიან თარჯიმნები და როდესაც რაღაც გამიჭირდება მე მაგალითად აღარ მაქვს იმის პრობლემის ბარიერი რომ ვიღაცას რაღაცა ვერ გავაგებინო სკაიპის მეშვეობით ეს უკვე როგორ იგებთ ხოლმე როგორ იღებთ ინფორმაციას რომ ვიღაცა არის მოსული და ჩვენი კარებზე გვაქვს დაყენებული ესეთი ღილაკი, სმენიერებს გვაქვს ესე ვთქვათ ზარი, მაგრამ იგივე ღილაკის გამოყენებით ჩვენთან ოთახში სინათლე ინთება ნატურის მეშვეობით და როგორც ყველას აქვს თავისი კომფორტი შექმნილი, ასევე ჩვენ გვაქვს რაღაც სპეციალური რაღაცები. მოდით კოკასთან გადავაშენოთ. აი ქუჩაში სიარულის დროს რა პრობლემებს აწყდება? გზაზე გადასვლის დროს ამ ყველაფერს შეგვიძლია ვისწავლოთ. ფიქრობ რომ ეს ჩემთვის ნამდვილად პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ჯერ მარჯვნივ მე მარცხნივ ვიხედები და ეს თავისუფლად გადავდივარ კონცერტზე. აი როგორ ხდება ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ იციან
ორგანოში ან და ასე შემდეგ. თუ შეგიძლიათ მაგალითად უჩების მოძრაობით თუ ასწავლე და თუ ისწავლება ეს რაღაც ტექსტის გაგება და თუ არის ეს მიზანში წონები. პირველ რიგში მაგალითად თუ არ იცის მაჟესტური ენა, წერილობით ფორმით გადავცემ მას იმ საჭიროებას, რაც მინდა ისეთ დაწესებულებებში. და მოთხოვნა თუ აქვს, რომ ყველა დაწესებულ სახელმწიფო ორგანოში იყოს ჟესტური ენის თარჯიმანი. ერთხელ მოგიერებთ, რომ ეს ძალიან ძირითადია. და შედეგები რამე არ იმიტომ რომ 1000 რაღაც გჭირდება, როგორც მეტყველებს სჭირდებათ, მაგალითად მეტყველი ჩვენ რომ უყურებთ ტელევიზორს და იგებს ყველა ინფორმაციას, აი ჩვენთვის ცოტა გამგებარი იყო ეს ადრე, ახლა თარჯიმანი გვყავს, ასე რომ დავუმატებთ იმას, რომ ეს საჭიროება ყველა ყურს საჭიროება არის, რომ ყველა დაწესებულებაში, ყველა ტელევიზიაში, ესე ვთქვათ, რომ ერთი თარჯიმანი მაინც, ერთი ადამიანი მაინც მიცის ის ჟესტური ენა და ძალიან ცოტა მინდა დავამატოს სახელმწიფო დაწესებულებებში. არის ყველა თემატიკაზე გჭირდება, რომ ხსნელიანებს მაგალითად ხო, აი არის რაღაცა ყრილობა მაგალითად, უნდა მივიდეს ყველა ხსნელიანი, საჭიროა რომ ყველა ადამიანი იქ იყოს მაგალითად. მე მიწევს ამის გამო თარჯიმანთან მისვლა, მთელი ინფორმაციების გამოკითხვა, რა ხდება, როგორ ხდება, სად უნდა წავიდი ასე შემდეგ და აი ამაზე ცოტა ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებული გახლავთ. ანუ სახელმწიფოს თუ სწავს კონტრა კავშირი, რაიმე მნიშვნელოვანი მოქმედებას უკეთებთ ამისთვის, რომ დაავალდებოდოთ სახელმწიფო ამ კუთხით. როგორ სოციალურ სახელმწიფო რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს კონტრა კავშირი არც უდავს ესე ვთქვათ შეხსენებებს და ასე შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებებში და ძალიან დიდი მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ისტორიაში არის საკუთარი განაცემი მაგალითად თარჯიმანია და ამისთვის მადლობა მინდა რომ თქვა და ასე შემდეგ. მე აუცილებლად უნდა გითხოთ, აი ოკას თქვენ სწავლობთ ჩვეულებრივ სკოლაში და ფაქტობრივად თარჯიმანთან ერთად ისწავლეთ. მაგრამ ბავშვებს როდესაც რამდენიმე სპეციალისტის არქონებილი არის სკოლაში, იმდენივე თარჯიმანი არის, რომ მასთან ყველა დაფიქსირზე იჯდეს თუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში, როგორ ნაწილდება. თარჯიმანი ესე ვთქვათ ერთია, ესე ვიტყვი, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ერთ განყოფილზე მე სხვაგან მივიჯდები და ის სხვაგან მიჯდება, ასე რომ 2, 3, 4 თარჯიმის მოყვანა არ უნდა პრობლემას არ წარმოგვიდგენს. ის თარჯიმანი მასთან ერთად იქნება იმ ოთახში და ინტერპრეტაციაზე. არა შეიძლება ქალბატონ ფლორენს. სკოლაში ასწავლის, მაგრამ ჩვეულებრივი მცუებელების მეც პრობლემა არ აქვს. თუ არის შესაძლებელი სწავლება და ასიანი არის თუ ფასო. თუ მაგალითად სრული გაგიჩნდება ჟესტური ენის სწავლა, შეგიძლიათ მოგზავნოთ საქართველოს სკოლთა კავშირში, ჩვენი ყველაფერი გვაქვს, ასევე ჟესტური ენის შემსწავლელი კურსებიც. რა თქმა უნდა, ეს არის უფასო, არანაირი აქ გადასახადები არ არის. სკოლთა კავშირში ხალხური ნაცია ჯაფოშვილი მას მიმართოთ და დაიწყოთ ესე ნებისმიერ დროს მოგზავნეთ და დაიწყოთ ამის შესწავლა. აი მაგალითად ეს არის მაგალითად უცბად მოხდებით ოჯახში ესე რომ არც ერთ მის მშობელს გენეტიკურად არ არის პრობლემა და უცბად მოხდა შემთხვევა რომ შვილს აღმოაჩნდა სმენის პრობლემა. ამ შემთხვევაში როცა მიდის სკოლთა კავშირში და არ აქვს გამოცდილება, მხოლოდ ჟესტური ენის შესწავლელი კურსებია თუ უბრალოდ კიდევ ეხმარებიან ფსიქოლოგიურად იმაში რომ გადალახოს ეს ბარიერები. ჩვენ მაგალითად პირველ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ, ეს არის ფსიქოლოგიურად ანუ ვამზადებთ ქალბატონს თუნდაც მამაკაცს, თუ ვინც მოვა მის მშობელს, ვამზადებთ და ვასწავლეთ ჩვენი ყურების ფსიქოლოგია, ბავშვი როგორ უნდა აღიზარდოს, მოქალაქეობის
ესე მინერა ხდება. მოდი ახლა ეს ეკოხასთან გადავალ ბოდიში ცოტა განმარტება უნდა და სადაც ცხოვრობს, აი მაგალითად თელავში მოხდა ესეთი რაღაცა, მაგალითად ქუთაისში მოხდა ესეთი რაღაცა, ხო? ჩვენ გვაქვს ანუ ურთიერთკავშირი არის თელავში, ქუთაისში, რუსთავშიც ასე შემდეგ. და ჩვენ მისამართებით, ესე ვთქვათ, ამისამართებით, იმიტომ რომ ცოტა უხერხულია, ცოტა თბილისიდან იქი არა, იქიდან აქეთი არა და მისამართებს ვაძლევთ და ესე ახლომდებარე მაქსიმალურად როგორც ჟესტურიანი სპეციალისტი, რამდენად მიზანს შეწონილი არის აი ადრენაც ვიკიპედიის ასევე იგივე სტუდენტების მოძრაობით სიტყვების გაგების სწავლება და რამდენად შესაძლებელი არის ეს? ანუ ცოტა განვიხილე გავიგე. სიტყვების საშუალებით ტუჩის მოძრაობის საშუალებით შეუძლებთ იმის გაგება, რაც ამბობს ჩვენზე არის. ჩვენ ვისმენთ ხო? მე მაგალითად მარტო მე ყრუებს მაგალითად გვაქვს ესეთი კომპლექსაც ვერ დავარქმევ, მაგრამ ანიციამოს დასწოდა ეს არის ხმის ტემბრის კომპლექსი, ეს თქვა, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს და ჩვენ არ ვიცით ჩვენ ხმის ტემბრი ან როგორია, ასე რომ ხმამაღლა ვერ ვსაუბრობ, თუმცა რაღაც დონეზე შეგვიძლია რომ პირის მოძრაობი და ცოტა ხელების დახმარებითაც გავიგე. თავიანთ რეგულირება, მაგალითად ჩვენ რო ვლაპარაკობთ ახლა და არჩევთ ტუჩის მოძრაობას როგორია, ამის საშუალებით თუ შეუძლია ეს რეგულირება. პირის აპარატზე არ უნდა იყოს დაკომული და არ უნდა იყოს ცოტა ესეთი მოძრაობები, ცოტა გავახოთ და ცოტა ესეთი გავაკეთოთ, რომ აუცილებლად ყობას უნდა ვკითხო სკოლასთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. საქართველოში დღეს ისეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ არც ერთი სფერის არ მქონე პირი, მე როგორც ვიცი, უმაღლეს სასწავლებელში არ სწავლობს. რა ბარიერები უშლის ამას ხელს, ხო? მაგალითად ვიცით, რომ უსინათლოებით სწავლობენ ეთნიკ მოსარგებლეები და რა პრობლემა არის? იგივე ეროვნული გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებითაც ვიცით, რომ რაღაც ბარიერები არსებობს, ამაზე როგორ ვთქვათ? პირველ პრობლემას რასაც გამოვყოფდი, ეს არის ამას პრობლემას ვერ დავარგანო ჩვენთვის მაგალითად, ჩემთვის პირადად არ იქნებოდა პრობლემა არანაირი უმაღლესში დამთავრებინა, მაგრამ სახელმწიფო ცოტა არ უზრუნველყოფს, ესე ვთქვათ, თარჯიმნებით კი არა, არ არის ესე ვთქვათ, სრული გარემო შექმნილი, ადაპტირებული, ესე ვთქვათ. რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა იყოს ადამიანები, რა სჭირდება დღეს? თარჯიმის გარემო. პირველი ეს თარჯიმები თქვენ სწორად ახსენეთ. ჩვეულებრივ სვენიანისთვის მაგალითად არ არის არანაირი პრობლემა ხო, რომ ჩააბაროს მაგალითად გამოცდა ან თუნდაც იქნებ რაღაცა სატესტო მასალა იქნება. ჩვენ უბრალოდ მოგვიწევდა დამატებით ცოტა ორმაგი შრომა ამასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმანთან ერთად წინასწარ გვემეცადინა იმიტომ რომ არიან მაგალითად რამდენიმე ყრუ მაგალითად ვინც კარგად და გარკვევით ვერ კითხულობს მაგალითად გრამატიკულად, მაგრამ ეს თარჯიმანთან ერთად არ ამბობია რამდენიმე პრობლემას წარმოადგენს. ანუ ერთადერთი მაინც ეს ანუ დამატებით არის აუცილებელი
კი, ეს კალენდრით ვიქნება და შემდეგ. პროფესიულ სასწავლებელში სწავლისას ყავთ ხომ სტაჟირები უზრუნველყოფს სახელმწიფო და უნივერსიტეტში თქვენი აზრით რატომ არ უზრუნველყოფს და ხომ არ შეიძლება რაიმის გაკეთება მან უზრუნველყოფს? მეტყვი მას რომ პირველი კოლეჯებში და ესეთ პროფესიულ სასწავლებელში ადრე არ იყო ესეთი მდგომარეობა, მაგრამ ეხლა აღნიშნავ იმას, რომ ესე ვთქვათ ახალი რაღაცა ყველა თითქმის კოლეჯში არის თარჯიმანი და ეს ძალიან მიხარია და განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ უნივერსიტეტს რაც შეეხება იქ ცოტა ლექციები ცოტა სხვა დონით მიდის, მაგრამ არ ვიცი ეს რატომ ვერ ხდება, მაგრამ განვითარებოდა მასწავლებელი თარჯიმანი. მოდი ეს მაგალითად ტერმინოლოგიის ცოდნის პრობლემა არის ხო ალბათ ამ შემთხვევაში? ტერმინოლოგიის სამედიცინოზე, რაც ვახსენეთ, არა მარტო სამედიცინოზე, არამედ არც ძალიან ბევრი საკითხი უნივერსიტეტში, მაგრამ სამართალი გვაქვს, ბუღალტერია გვაქვს, მენეჯერია და შემდეგ. ყველა სფერო ჭირდება თავად ესე ვთქვათ სპეციალიზირებულად განვითარებული ესე ვთქვათ თარჯიმანი, გადამზადებული თარჯიმანი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ იქ არის რაღაც სპეციფიკები, რადგან სპეციალიზირებული წინ და გადამზადება. მე აუცილებლად სკოლასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ერთი ბოლო კითხვა დავსვა. ძალიან შეგამიგია მე სხვადასხვა სპეციალისტებისგან, რომ მასწავლებლების ცნობიერების გამო და ნაკლებობის გამო ამ ცნობიერებისა, ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვების სფერის არ მქონე, მას ასევე უფრო ნაკლებად მძიმე და ნაკლებად რთულ დავალებებს და ამის გამო ვერ ხდება მასში უნარების განვითარება, რომელიც მაგალითად ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დაჭირდებოდა. რამდენად შევხვდით თქვენ პირადად ამ პრობლემას და რამდენად ხედავთ ამ პრობლემას? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არ უნდა იყოს ესეთი დამოკიდებულება და სიტყვა საერთოდ ტერმინი ცოდვა და მოდი ცოტა ადვილს მიცეთ, ეს საერთოდ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არ არის სწორი დამოკიდებულება მით უმეტეს მასწავლებლის მიმართ, ასევე მესე არ უნდა იყოს ჩვეულებრივ ადვილთან ერთად თულიც უნდა იყოს ესე ვთქვათ შეჯამებულად, რაც ჩემ შემთხვევაში იყო და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუნდაც გადაცემის თარჯიმნის აყვანა ყოველთვის ხდებოდა. რომ თითქმის ყველა გადაცემა მოიწვევს და ყველა ტელევიზიაში უნდა იყოს ესე ვთქვათ. მაგალითად რა ხარჯებთან არის, მაგალითად თქვენი აყვანა, მაგალითად გავახმოვანეთ ჩვენი გადაცემა. თქვენ ალბათ ეს უკვე თქვენთანაა დაკავშირებული, თქვენ უნდა გითხრათ. რა ჩდება თარჯიმნის ანაზღაურება, იმისათვის რომ გადაცემა გახმოვანეს? ეს პირველ რიგში ეს არის პროგრამა და ეს ახდება უბრალოდ ესე ვთქვათ მოვიყვანეთ და მომჩა. პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეში როგორც მას განისაუბროთ პრეზიდენტის მოხდის თარჯიმნის არჩევა, შემდეგ სახელმწიფო დონეზე მერიის პროგრამების და ასე შემდეგ და მე განმეწევას ესე ვთქვათ თანხები მერიის მეშვეობით და საქართველოს მოქალაქეში. მოდი ეს გადავიდეთ კულტურის სფეროში შედის ნებართვით და სანამ ეს კულტურის
კულტურის სფეროზე ვისაუბრებთ, გავუშვათ ცეკვის ვიდეო, როგორც ჩვენი მოგაობა, შეერთებს გავხდით ვიდეო. მე რამდენიმე წლის წინ ესეთი ინფორმაცია მქონდა და გამიგია, რომ ძალიან რამდენიმე 1000 სმენის არ მქონე პირზე საქართველოში მოდის მხოლოდ რამდენიმე ათეული ჟესტური ენის თარჯიმა. რამდენად უმჯობესდება ეს
მახსენეთ ცეკვას, სიმღერა. კიდევ რა სფეროებში არიან მოკავებულები, თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი სფერო. მე როგორც ვიცი, პატრიარქმა ურჩია მათ, რომ ხატით დაკავებულიყვნენ და თუ მიმართეს ამ რჩევას. გაითვალისწინეთ. ეს პროცესი სფეროები, რომელ სფეროებში არიან აქტიურები. არა, ზოგადად. და თვითონაც თვითონ მე პირადად საქართველოს ხუთარ კავშირში მუშაობ, ჟესტური ენის ვასწავლი, პედაგოგი ვარ, მყავს სტუდენტები. რამოდენიმე თვის წინ ვიყავით ესეთი პროგრამა იყო სამთვიანი შესაძლებელი რუსთავში ასე თქვა დაკავებული ესე თქვა ერთ თემას ვერა ვირჩევ ყველა ახალგაზრდას თავისი ესე თქვა ცხოვრება სიმღერაც ეკვა, გვაქვს კიდე სპორტი. მე მაგალითად ჩემთვის დაგვრილი მოხსეზე თქვა და ვაცხოვრობ რეპეტიციებზე ხუთარ კავშირში. მეცადინეობ სიმღერებისთვის, კონცერტებისთვის და ეს ძალიან დიდი ბოდიში ესმის, რომ ამოიწურა ჩვენი სამწუხაროდ. კალბატონ ფლორა შეუძლოთ გახდა თან კიდევ და ამიტომ ჩვენს დაყრდნობას დავამშვიდობებით და ზუსტად როგორი დაგუბრუნდებით და პროცესს საზოგადოებას კი წარმატებებს ვუსურვებ და მნიშვნელოვან აქტივობას. მომავალ შეხვედრას